ახლა ჩვენ კიდევ ერთი პოლიტპატიმრის საქმეზე, ნინო დათაშვილის საქმეზე უნდა ვისაუბროთ. თამუნა გაბოძე ჩაგვერთვება, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის დირექტორი. თამუნა, მოგესალმებით, მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. მინდა გითხოთ პირველ რიგში, ჩვენ რადგან სასამართლოს ხდომები დახურულია, აი ესე ვცდილობთ ადვოკატებისგან, დამსწრებისგან გავიგოთ იქ რა ხდებოდა, ხო? და ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს ინფორმაცია. ლელა კალიჩენკო მოსამართლე, ხო? რა პატიმრობაში რის საფუძველზე დატოვა ნინო? აი არსებობს მთელი გარემოებები, ხო? მას შეეძლო გამოიყენებინა სხვადასხვა ტიპის მექანიზმი აღკვეთ ღონისძიებაც. მაგრამ მაინც პატიმრობა გადაწყვიტა. რაიმე დასაბუთების მაგვარი მოვისმინეთ მისგან. გამარჯობა. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს ევალება, როდესაც პატიმრობას ძალაში ტოვებს, გამოძიების შემდგომ ევალება დაასაბუთოს რა არის ამისი საფუძველი. პირველი წარდგენის პროცესზე, როდესაც ნინოს პატიმრობა შეუფარდეს, მაშინაც იყო ეს გამოწვევები, იმიტომ რომ პატიმრობის გამოყენების საფუძვლები არ არსებობდა და ამაზე ცხადია აპელირებდა დაცვის მხარე, რომელიც უგულებელყოფილი იქნა მოსამართლის მხრიდან, მათ შორის სააპელაციო სასამართლოს მხრიდან. შემდეგ უკვე, როდესაც გამოძიება დასრულდა, ეს არ არის ჩემი მოგონილი, რომ გამოძიების დასრულების შემდეგ უფრო მაღალი სტანდარტით უწევს პროკურატურას დაასაბუთოს პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა და გაგრძელების აუცილებლობა ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ როდესაც გამოძიება დასრულებულია და როდესაც პირველ წარდგენაზე პროკურორი უთითებს, პროკურატურა უთითებს, რომ არსებობს გამოძიებისთვის ხელი შეშლის საფრთხე, გარკვეული რისკები, მტკიცებულებების განადგურების და ასე შემდეგ. აი, როდესაც გამოძიება დასრულდა და საქმე გადაეცა არსებითად განსახილველად სასამართლოს, მე რა არის ის მნიშვნელოვანი არგუმენტი და ისეთი წონადი უნდა იყოს ეს არგუმენტი, რომ გადაწონოს ადამიანის თავისუფლებაში ყოფნის უფლება. იმის გათვალისწინებით, რომ ნინო დათაშვილს დანიშნული აქვს ხერხემალზე გადასაღები აქვს ტომოგრაფია და საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მას დაუყოვნებლივ ჭირდება ამ კუთხით მკურნალობა. შესაბამისად, რადგან პირველი წარდგენის პროცესზე არ იყო პატიმრობის გამოყენების საფუძვლები, მით უფრო ვერ იქნებოდა წინა სასამართლოს ხდომაზე, მაშინ როდესაც დასრულდა გამოძიება და მხარეებმა ერთმანეთს გავუცვალეთ ის საქმის მასალები, რაც მტკიცებულებაში გვინდა, რომ სასამართლოში გამოვიყენოთ. როგორც პროკურატურა, ისე სასამართლო უთითებდა ბუნდოვან საფრთხეებზე. არაფრითომ არ არის გამყარებული არც ერთ ფაქტს და არგუმენტს, რომ არ ეფუძნება ბუნდოვანია საფრთხეებზე მითითება, მაშინ როდესაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებებიდან ვერ გამოდის პროფესიონალი. მაგალითად, როდესაც პროკურატურა ამბობდა, რომ ნინოს მიმავლის საფრთხე არსებობდა, ის ასაბუთებდა, რომ ნამყოფი იყო საზღვარგარეთ, ტურისტულად, რომელიც არ ვიცი ხა ძალიან ბევრი ადამიანის შემთხვევაშია რელევანტური, რომ ერთხელ მაინც გადაკვეთილი აქვს საზღვარი. რა თქმა უნდა, ეს არის ისეთი სუსტი არგუმენტი, რომ პირდაპირ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, რაც სახელმძღვანელო პრინციპია, ისიც კი კრძალავს, რომ აი ზოგადი ბუნდოვანი მითითებებით, რომელიც გამყარებული არ არის კონკრეტული ფაქტებით, არ შეიძლება რომ ეს დაეყრდნოს პატიმრობას. როდესაც საუბრობენ ახალ დანაშაულზე, აი ნინოს გუშინ და სასამართლო პროცესზე, ისეც იყო გაჟღერებული, რომ ნინო ჩაიდენდა ახალ დანაშაულს. ჯერ ძველი დანაშაული სად არის, რომელი დანაშაული ჩაიდინა ადამიანმა, რომლისთვისაც იმდენად მძიმეა ეხლა პატიმრობაში ყოფნა უდანაშაულო ადამიანის. ამას ვამბობ, როგორც ნინოს ადვოკატი ცხადია და ამას ვამბობ, როგორც დამკვირვებელი, რომელიც ხედავს, რომ კადრში მანდატურების შეხებებს იგერიებს ნინო და ამ დროს მოიქნევს და ესე დარბაზისკენ გადმოათრევს მანდატური და არაერთი მანდატურის თანამშრომელი შეესწევა მას და ის რომ მანდატურის თანამშრომლები აგრესიულები არიან ადამიანების მიმართ, არაერთხელ დადასტურდა ნინოს საქმის შემდეგ და გუშინაც სასამართლო პროცესზე, როდესაც ჩვენ დაცვის მხარე მოვითხოვეთ, რომ პირველ რიგში მოვითხოვეთ აცილება, იმიტომ რომ სასამართლო უნდა ყოფილიყო ობიექტური და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კრიტერიუმი სამართლიანობის და მართლმსაჯულებისთვის და ასევე ჩვენ ვუთითებდით, რომ ამ საქმეზე, როდესაც სასამართლოს უნდა განეხილა ის სისხლის სამართლის საქმე, სადაც დაკავშირებული პირები, მათ შორის დაზარალებულად ცნობილი პირი, ბრალდების ხარის ყველა მოწმე იყო იგივე სასამართლოს თანამშრომელი და ეს ჩვენ შეგვიქმნიდა ძალიან სერიოზულ ეჭვებს სასამართლოს ობიექტურობასთან დაკავშირებით. მხოლოდ
საზოგადოებას ეს არის ლეგიტიმური კითხვები, რომ როდესაც რამენაირად დაქვემდებარებაში მყოფი პირის საქმე უნდა განიხილო, არსებობს ყოველთვის ლეგიტიმური კითხვები და მე მივუთითე კონკრეტული მითითება, კონკრეტული სისხლის სამართლის სახელმძღვანელო პრინციპები, სადაც პირდაპირ წერია, რომ როგორც კი სასამართლოს დაეწერება საქმე, სადაც რამენაირად მასთან დაკავშირებული პირები არიან მონაწილეები ამ საქმის, დაუყოვნებლივ სასამართლო უნდა ჩამოშორდეს ამ საქმეს. სასამართლომ არ გაიზიარა ჩვენი მოთხოვნა, ასევე ნინომ ახსენა, რომ მისთვის იყო რთული ყველა სასამართლო პროცესზე ეყურებინა ამ მანდატურებისთვის, რომლებმაც ძალიან სერიოზული ზიანი. უბრალოდ თამნა უნდა გითხოთ აუცილებლად 6 აგვისტოს მომხდარ ამბავზე, რა საფუძვლით შევიდნენ სამხარეულოს ექსპერტები ნინოსთან და თუ მიიღეთ უკვე სამხარეულის ბიუროდან შესაბამისი დასკვნანი ინფორმაცია. ჩვენთვის დღემდე ბუნდოვანია რა საფუძვლით შევიდნენ ნინოსთან ციხეში სამხარეულის ბიუროს თანამშრომლები. ბუნდოვანია იმდენად, რამდენადაც პროკურატურა მოითხოვა ნინოს სტაციონირება. გავასაჩივრეთ ეს გადაწყვეტილება ცხადია და ამ საჩივარს დავურთეთ დამატებითი მტკიცებულებები, რაც აუცილებელი იყო იმისთვის, რომ სასამართლოს ეხემძღვანელა და გაეთვალისწინებინა, რომ ეს გადაწყვეტილება პროკურორის მოთხოვნა ნინოს სტაციონარში მოთავსებასთან დაკავშირებით იყო უკანონო, თუმცა სააპელაციო სასამართლომ არც მიიღო წარმოებაში ჩვენი საჩივარი, იმის მიუხედავად, რომ თავად წარდგენილი დოკუმენტები, რომლებიც დაცვის მხარემ წარადგინა ნინოს დასაცავად, ადასტურებდა, რომ ხერხემლის ოპერაცია ჰქონდა ამ ადამიანს გაკეთებული. ნახეთ, პროკურატურა მოითხოვა ნინოს სტაციონარში გადაყვანა და სასამართლოს განჩინების შესასრულებლად გარკვეული ვადა არსებობს 30 დღე ამ შემთხვევაში. მაშინ, როდესაც ეს საქმე იყო განსაჩივრებული სააპელაციო სასამართლოში, შევიდნენ მასთან სამხარეულის ბიუროს თანამშრომლები, ექსპერტები და სავარაუდოდ ნინოს ჩაუტარეს ამბულატორიული ექსპერტიზა. სავარაუდოს ვამბობ, იმიტომ რომ ჩვენ არ მიგვიღია ამ დრომდე პასუხი, გავაგზავნეთ პირველივე შესაძლებლობისთანავე, როგორც კი ჩვენთვის ცნობილი გახდა, სამხარეულის ბიუროში გავაგზავნეთ წერილი, რის საფუძველზე შევიდნენ ნინო დათაშვილთან, რა იყო ამისი საკანონმდებლო ნორმა. პასუხი თუ არ მიგიღიათ ხო პასუხი? ნამდვილად არ მიგვიღია პასუხი, შესაბამისად, რასაც მე ვსაუბრობ, ახლა სავარაუდოდ ჩაატარეს, არის ვარაუდი, იმიტომ რომ რეალურად არ მიგვიღია პასუხი და ასევე სასამართლო პროცესზე პროკურორი ორ სხვადასხვა პოზიციას აჟღერებდა. სასამართლო პროცესზე ამბობდა, რომ არანაირი ახალი გარემოება და ახალი დადგენილება არ არსებობდა და ნინოსთვის ჩანიშნული იყო სტაციონირება და ესეთი განჩინება მართლა არსებობს, რომელიც თავშივე იყო უკანონო და შემდეგ უკვე მოგვიანებით პროკურატურის განმარტებით ჩვენ ვიგებთ, რომ საჯარო განცხადებით ჩვენ ვიგებთ, რომ დასრულდა ნინოს კვლევა და შესაბამისად ის სტაციონარში არის. ეს ორი ცხადი არის ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაცია, ვიდრე ჩვენ არ გვექნება ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც არც გადმოგცემია პროკურატურის მხრიდან და როგორც პროკურორი ამბობდა, არ არსებობდა რაიმე ახალი დოკუმენტი, შესაბამისად ჩვენ ველოდებით სამხარეულის ბიუროდან პასუხს, ვისი მოთხოვნით, რის საფუძველზე შევიდნენ ნინოსთან, ან რატო არ მისცეს მაგალითად შესაძლებლობა, რომ სიტუაციაში გაეწია კონსულტაცია მისთვის ადვოკატებს. მადლობა ძალიან დიდი. თამუნა გაბოძე გვერდებოდა ახლა ჩვენ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის დირექტორი.